ბერიანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი წარმოგიდგენთ. ინტერნეტ გადაცემას სიცოცხლის ხიდი. გამარჯობა, დღეს 4 შაბათია და ჩვენ ისევ ბედნიერი სახლიდან მოგესალმებით. დღეს ყავს არჩეულებრივი სტუმრები, რომელთაც თავისი მეგობრობა აკავშირებთ ამ სახლთან, უბრალოდ ერთ სიტყვი. აქ ბავშვები, რომლებიც რთული დიაგნოზით ძალიან რთულ გზას გადიან, მათი ცხოვრების ხარისხი რომ ბევრად კარგი იყოს და დავეხმაროთ მათ ამ რთულ გზაში, ძალიან ბევრი რამ არის საჭირო. სწორედ აი ამ კომპონენტებზე ვისაუბრებთ დღეს, რომელიც ერთფრთლიან ჯაჯს კრავს იმისთვის, რომ აქ ცხოვრება მართლა იყოს იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე წარმოგვიდგენია. მინდა გაგაცნოთ ჩვენი სტუმრები, ქეთევან გაჩეჩილაძე, ონკოლოგიის სამედიცინო მიმართულების მენეჯერი და პაციენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი და ასევე ნინო ხაბულიანი, HR მენეჯერი. სალამი და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მოგესალმებით. მოგესალმებით. სალამი. მოდი დავიწყოთ ქეთევანით, ხომ? როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და როგორ გახდით ერთმთლიანი ჯაჭვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგესალმებით ნანიკო, მადლობა დედათინათინ მოწვევისთვის. როგორ დაიწყო ჩვენი ნაცნობობა? უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია Servies, რომელიც 20 წელზე მეტია უკვე საქართველოშიც მუშაობს წარმომადგენლობის სახით. სადღაც 8 წელია, 7-8 წელია დავიწყეთ ონკოლოგიის მიმართულებითაც მუშაობა და სწორედ მაშინ გავიცანით დედათინათინი ონკოლოგიის მიმართულებით როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და შესაბამისად მოხდა ჩვენი გაცნობა და იქიდან დავმეგობრდით. და ალბათ 8 წელია ხო დედათინათინი უკვე ერთად მოვდივართ. კი ბატონო, ბევრი რაღაცა გავაკეთეთ ერთობლივად ამ 8 წლის განმავლობაში. თუ გავიხსენებ პირველი ალბათ დედათინათინ ის იყო, რომ თქვენი ფონდის დახმარებით მოხდა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განხორციელება ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და მომვლელებისთვის და ჩვენ ეს პროექტი დავაფინანსეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ეს, აქამდე თუ არ ყოფილა და თქვენ იყავით პირველები, მადლობა ამისთვის ცალკე ჩემგან პირადად. კი ბატონო, ჩვენ ვთვლით, რომ ზოგადად როგორ არის იცით, Servies ხედვა გახლავთ, რომ ვემსახუროთ თერაპიულ პროგრესს პაციენტების მოთხოვნილებების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ პაციენტი და ინოვაცია იყოს ჩვენი ყველა ნებისმიერი ქმედების ცენტრში. როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ, რამდენიმე მიმართულება არსებობს. ერთი ალბათ, რომ ინოვაციური მედიკამენტები შევქმნათ და უზრუნველყოთ პაციენტის ხელმისაწვდომობა ამ მედიკამენტებზე. მეორე, განათლებაში ხელი შეუწყოთ პაციენტებს და მათ მშობლებს, რომ დაავადების შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგონ. და მესამე, უშუალოდ დავეხმაროთ იმ გზის გავლაში, რა გზის გავლას უწევთ, ძალიან რთული გზის გავლაში და სწორედ აი ამ კომპონენტის გამოხატულება იყო ის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტის განხორციელება, რაც დედათინათინმა გააკეთა, ჩვენი დახმარებით ბუნებრივია. ასევე მახსენდება დედათინათინ, ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ყოველდღიურია, მაგრამ ალბათ უამისოდ ძალიან რთულია დღეს ცხოვრება. ერთხელ გავაკეთეთ ესე, რომ აი ამ ბედნიერ სახლს დავეხმარეთ გადასახადების 1 წლის კომუნალური გადასახადების გადახდაში. კი ბატონო, და ამითი წვლილი შევიტანეთ, რომ აი ესეთ კომფორტულ და ლამაზ გარემოში ეცხოვრათ ბავშვებს და მათ მშობლებს და მათ მომვლელებს. ჩემთვის ძალიან დიდი დახმარება იყო ჩააგერთვებით, იმიტომ რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ უკვე ამდენი წელია 8 და ყოველ ჯერზე მეკითხებოდნენ ყოველ შეხვედრაზე, აი ხა რა ხდება, ეხა რა პრობლემები გვაქვს და ერთ-ერთი ესეთი შეხვედრის დროს ვთქვი, რომ აი ეს გადასახადები ძალიან მძიმე თვითად გვაწვება, ხო, სახლი დიდია, თან ვიხდით როგორც კომპანია და არა, როგორც ოჯახი და ვთქვი, რომ აი ძალიან ისეთი მძიმე არის ჩვენთვის და მაშინ ესეთი პროექტი ყველაზე ძალიან მინდა რა ვთქვა, რომ არასოდეს არ ამბობენ, არ მპირდებიან, უკვე მოდიან გადაწყვეტილება. ხო, აი როცა გეუბნებიან და ბოლოდი შიგაკარ არ გამოდის, ისე გამიღიმებენ ლამაზად და გატრიალდებიან. მომისმენენ, წავლენ
და ესე მე მიბრუნდებიან ესეთი ამბით და აი არ ვიცი ეს ჩემთვის ყველაზე ისეთი არის დასაფასებელი რომ შეიძლება სხვა ადამიანებს ბევრი რამე უნდათ პირდებიან მე ვერ გამოდის არ გამოდის არ ვიდა თქვა ხო ვერა და ამიტომ ეს ისეთი კარგი რამე არის რომ მე სიურპრიზად ესე ვაუ ფიქრობ რა ბედნიერება არის და ახლა ჩვენი ბოლო პროექტიც ესეთი ამბავია მოდის მოვყვეთ ხო ამ პროექტს კი აუცილებლად მოვყვებით და აი იმ დღეს მითხრა სახლის გახსნა რო ქონდა საზეიმო მე როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს ლაპარაკობდი და ვცდილობდი რომ ყველა სტუმრისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიწოდებია აბსოლუტურად ყველაფერი და ერთადერთი ესეთი წინადადება მახსოვს ნინო მითხრა რომ აი რაღაცა მოვიფიქრე მომინდა მაგრამ მე დაგიბრუნებ სულ ვერ მივხვდი რა უნდოდა და რას მოიფიქრა და აი მისაუბრებს ნინო ისეთი აღფრთოვანებული ყვება რომ რაღაცა გადასარევს მოვისმენთ ახლა ჩვენ ზუსტად ვიცი შეიძლება ან გააჩნია რა გადმოსახედიდან შევხედავთ ამ ყველაფერს მაგრამ მე მინდა დავიწყო სულ თავიდან მოკლედ ქეთი გიცნობდათ მაგრამ მე გიცნობდი ჩორიდან საბუთებს ვაკეთებდით მე და ქეთი ერთად გავდიოდით ანუ საქმის სკოლაში იყავით თუმცა შეხვედრა არ გქონიათ და ეს რაღაც კომუნალურებზეც ესე იყო რომ როგორ გავაკეთოთ იმიტომ რომ ჩვენი სერვია საქართველოს ან დამოკიდებული ვართ სათაოდან რა რეგულაციებიც მოდის და ყველაფერი გამართულად უნდა გქონდეს სწორად და ამას რა გარკვეული დრო ჭირდება შეთანხმებას ასე შემდეგ და მოკლედ ის იყო რომ მე გაგიცანით შარშან 131-ის პროექტზე რომ დავპატიჟეთ მემორანდუმი გავაკეთეთ და ეს არის კამპანია მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ყოველი თვის 13 რიცხვში სიმბოლურად თუ გაქვთ სრული ცხადია თქვენ არაფერი გაკდება თითო ლარის ჩარიცხვით ჩვენ ვეხმარებით ბედნიერ სახლს და ყველა იმ პატარა ბავშვს ან ცოტა მოზრდილს რომელიც ძალიან მძიმე გზას გადის რომ მათ თავი იგრძნონ კარგად. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. მოკლედ მოვდიოდი ესე ძალიან საქმიანად, რომ ეხა მემორანდუმი უნდა გავაფორმოთ, მე თანამშრომლებს უნდა შევხვდე და ჩემი გეგმები მაქვს და მოვედი, ჯერ სახლი რომ ნახე, რაღაც არ ველოდი. შოკი ხო იყო? ძალიან დიდი შოკი იყო. შემოვედი და კედლებზე ფოტოები, რაღაც რო გინდა რომ ცოტა არ ვინჩნევ რაღაცებს, ისევ ვაგრძელებ. მე დედათინეთინმა ჩაგვიტარა რაღაცა ესეთი დავათვალიერეთ სახლი და დავიშალე, იმიტომ რომ ბავშვებიც დერეფანში ვნახე და უკვე ვხვდები რომ სად ვარ საერთოდ და უცბად მოვდივარ გონს, იმიტომ რომ საუბრობს დედათინათინი, ყვება ამბებს, აი ბრძოლებს, რომლებიც მოიგო და მე ამ დროს აი დრო შეგრცხვება. აი ეხა რა, აი რატო ჩავარდი ასეთ იმაში რა, რომ რაღაცნაირად უნდა შემოვუძახო. მოკლედ მეორე სართულზე რო ავედით, იქ უკვე ყოჩაღად ვარ და ვფიქრობ, რომ ეხა ამის დრო არ არის, ეხა რაღაცა უნდა მოვიფიქრო. კი, ვაკეთებდით იქამდეც, მაგრამ რაღაცა სხვა რაღაც ჩაირთვა მოკლედ და მაშინ იყო ვისაუბრეთ ზუსტად ამ ტრენინგ ცენტრზე და ვიფიქრე, რომ რაღაცა შეიძლება ჯერ თანამშრომლებზე წავედი, რომ პირველად დახმარების ტრენინგები გავაკეთო თანამშრომლებისთვის და პირველი იდეა ეგ იყო. მე უკვე მივხვდი, რომ შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს და CSR-ის ფარგლებში, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთეთ ეს პროექტი. ჩემ თანამშრომლებს თხოვე, რომ თავიანთი შვილები, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, მათ დირექციას დაკავშირებოდნენ, შეეთავაზებინათ ეს და სრულიად უსასყიდლოდ სკოლის პედაგოგებისთვის ბერი andreas ფონდის დახმარებით, მოკლედ გავაკეთოთ ესეთი პროექტი, პირველად დახმარების ტრენინგები პედაგოგებს, რომლებსაც ღმერთმა არ დაასჭიროთ არასდროს, მაგრამ შემთხვევები ხდება და მოკლედ რაც უფრო მომზადებული იქნება პედაგოგი. კი. ანუ ეს შემთხვევა ორი კურდღელი დაჭერილია ერთდროულად. კი. ნამდვილად, იმიტომ რომ ისეთი უკავშირი მივიღეთ სკოლებიდანაც და აი დედათინათინიც იტყვის პედაგოგების აღფრთოვანებას მოკლედ. ერთი ხო მაშინ შემწვა პირველად რომ მოვედი ჩემი თავის და მეორე იყო ის, რომ ცოტა ვშფოთავდი მოკლედ ამ ტრენინგზე, რომ პასუხისმგებლობა ეხა საკუთარ თანამშრომლებზე, რომ ტრენინგის ჩატარება რაღაც ისე რო არ წავიდეს, არა უშავს და რაღაც, მაგრამ აქეთ მეორე მხარეს სკოლის პედაგოგები და როგორი იქნება და ასე შემდეგ და რომ მოვედი და ვნახე, მართლა შოკში ვიყავი. ტრენერზე ყველა გაგიშდა, ცალ-ცალკე მე ვესაუბრეთ პედაგოგებს და მაშინ მითხრა დედათინეთინმა, რომ ეს რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ყოველთვის ხარისხიანად ვაკეთებთ ყველაფერს და აი მეორედ მან შემწვა ჩემი თავის და იმ შფოთვის
რაც მქონდა რომ აი როგორ ჩაივლის და ისე ვინც აქ ნამყოფი არ არის მართლა შეგეცვლებათ წარმოქმნა ყველაფერზე დიაგნოზეც რომლის ხსენებაზეც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს მართლა შოკი აქვს და სტრესი შეგეცვლებათ თვითონ ბავშვებზე რომლებიც ამ ძიმესენი დაავადებულები ამ გზას გადიან და ზოგადად სიკვდილს შეხედავთ სხვანაირად მე კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ იმისთვის რომ განგებამ ღმერთმა აქამდე მომიყვანა მართლა და კიდევ ერთი ყველა აქაური შვილი ბავშვი ვერ თქვი შვილი ვთქვი დედას ეძახის დედა თინათინს და ეს არ არის მარტო სიტყვა დე ყველაზე მძიმე წუთებში როდესაც მათ დახმარება სჭირდებათ დეს გარეშე არაფერს აკეთებენ და სულ ვეკითხები რომ რანაირად ახერხებ რომ ყველა განსხვავებულ ბავშვთან რომელსაც განსხვავებული ხასიათი აღზრდა მენტალიტეტი აქვს აი ეს გზა იპოვოთ ფსიქოლოგიურად როგორ უდგებით ხო და აღმოჩნდა რომ ყველაზე კარგი ფსიქოლოგი პრინციპში ბავშვებისთვის არის დედა თინათინი ხო როგორ ახერხებთ ამას პრინციპში არა მხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, ბოდიში ეს როგორ გამოვტოვე? ესე გამომდის. როგორ გამომდის? სიმართლე რო გითხრა, არც ამისთვის არასდროს მომზადებულ ვარ. ალბათ ჩემი ბუნება არის ესეთი, ჩემი შინაგანი განწყობა და სულ ყოველთვის მქონდა სურვილი და ბავშვობაში ისე რო ვთქვათ, თუ რამეს გულშემატკივრობდი, რო აგებდა იმ გუნდისკენ ვიყავი ყოველთვის და სულ უკვირდა, ხანამად გულშემატკივრობ ხანამად როგორ. აი სულ ყოველთვის მქონდა შინაგანი განწყობა და განცდა, რომ ვისაც უჭირს იმისკენ ვიყო და აი ამიტომ რაღაც ესე გამომდიოდა ხოლმე და ხა ყველაზე ძალიან ხო ამ მშობლებს და ამ ბავშვებს უჭირს მithumetes შეიძლება ყველაზე კარგად იმიტომ გამომდის და ყოველთვის მერიდებოდა ამის თქმა. და ახლა ზუსტად ვიცი და ვამბობ რატომ? იმიტომ რომ მე თვითონ ეს გავიარე. ყველაზე ისეთ ვერაფრით ვერავინ ვერ წარმოიდგენს ხშირად მithქვამს ეს რაც არ უნდა კარგი, რა ვიცი, გააზრების ან იმის წარმოდგენის შესაძლებლობა ქონდეს ადამიანს გონებაში, ესე გონებაში გაიაროს ყველაფერი, წარმოსახვის უნარი რაც არ უნდა კარგი ქონდეს, ვერა და ღმერთმა დაიფაროს ნურცნურავი წარმოიდგენს, იმიტომ რომ მე სულ სხვა რამეა. ჩემნაირი მშობელი გამიგებს მხოლოდ ეხა რასაც ვსაუბრობ და როდესაც ეს შენ გავლილი გაქვს და მეხმარება ეს ჩემი წარსული, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა დროს რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი საჭირო რამ გადამარჩინა და რა გულს მტკენდა და რა არ მომწონდა. ამიტომ ვცდილობ მე რაც არ მომწონდა ის არც ამ მშობლებმა არ გაიარონ და სულ ვაცილებ ამ ყველაფერს და მაგალითად ჩემი მეუღლე აკეთებდა ყველაფერს მამა ანდრიას მამა დადიოდა სულ და აი გარეთ კლინიკის გარეთ თუ რამე საჭიროება იყო ყველაფერს აგვარებდა ის და რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა და ძალიან ესეთი დაღლილი ბრუნდებოდა ხოლმე კლინიკაში იმიტომ რომ ემოციურად ისიც იგივეს განიცდიდა აბსოლუტურად და აი როდესაც მამა ანდრია აღარ იყო უკვე ამ ქვეყნად და დაგვიბარა და დაგვიტოვა ეს ბავშვები და მათი ოჯახები დავიწყეთ აი ამ პირველი ეტაპიდან დავიწყეთ აი ამ ყველა საბუთის და ყველაფრის გაკეთება რომ აი ეს რუტინა გამოგვერთმათვიებია მშობლებისთვის აი რომ მათთვის ეს პრობლემა არ ყოფილიყო და დავიწყეთ ხო ესე დავდიოდით იმიტომ რომ ძალიან დიდი სტრესებულობდნენ იქაც მშობლები აი ჯერ ეს გაუთავებელი რიგები მერე ვერ აგებიებდნენ სადაზღვეო კომპანიებთან ჰქონდათ კომუნიკაცია ყველას ეჩხუბებოდნენ და მე რომ მივდიოდი ძალიან მარტივად ვაკეთებდი ყველაფერს იმიტომ რომ შვიდად ვესაუბრებოდი სულ ვეუბნებოდი აი ხა ეს მჭირდება ამ ბავშვის ყველაფერი კარგად გამომდიოდა და ეს მშობლები მე ხუმრობდნენ ანა შენ რაღაცას გიპნოს უკეთებ ხა გიპნოს არ ვაკეთებდი უბრალოდ შვიდად ველაპარაკებდი ყველას და ისინი სულ აღშფოთებდნენ რომ აქვს მას ისეთი ენერგია ხო არა მაგრამ აქვს მომნუსხველი ენერგია ხო აი რომ მივხვდი რომ ეს გამომდის ამას ვაკეთებდით და ყველაფერს ესე ნაბიჯ ნელ-ნელა და მოვედით ამ სახლამდე და რომ გითხრათ ისე თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდეთ განსაკუთრებული ძალისხმევა ამაში არ მჭირდება ორგანულად თავისით ესე გამომდის და ყველა ბავშვს ცდილობდა ოჯახი შევისწავლო ჯერ ვეცნობი აი ესე უცებ არაფერი და არც ერთი ბავშვისთვის არ მithქვამს დედა დამიწახე რა თქმა უნდა ანუ ეს ხდება თავისით და აი სულ ძველი ბავშვები
მამა ანდრიას დროინდელი ბავშვები, ზოგიერთი მილედის მეძახის. ეგეთებიც მე არ შემხვედრია ესეთი. ხო, მილედის მეძახიან ის ბავშვები, იმიტომ რომ მაშინ მილედი ვიყავი იმ კლინიკაში, როდესაც მამა ანდრიას მკურნალობდა თინათინი, ხო, ჩემი ნათლობის სახელია, უბრალოდ მილედი ვერ ვიყავი უკვე. რაღაცნაირად ეს მილედი ძალიან ფერადი ადამიანი იყო და მე რომ ეკითხებოდნენ რა ქვია. ჩემი შინაგანი განწყობა ესეთი იყო რომ მილედი ეხლა არ მიხდება, არ ვარ მილედი, ეხლა ვარ თინათინი. თავისთავად მოხდა. თავისთავად მოხდა, აი აბსოლუტურად და მე განწყობების ადამიანი ვარ. არც არასდროს არაფრისთვის არ ვემზადებ, შეიძლება ცუდია, მაგრამ არ ვიცი, არც გამოსვლებისთვის, არც გადაცემაში რომ მიწვევენ, რა განწყობაც მეუფლება, რა კითხვაც მოდის ადამიანისგან. აი იმას პასუხობ გულწრფელად და ძალიან ისეთი გაპრენჭული წინადადებებიც არ მჩვევია. არ არის ჩემი ორგანული და სულ ვცდილობ რომ უბრალოდ ვისაუბრო და იმ ადამიანებთან მქონდეს კომუნიკაცია და ყველა მარტივად გამიგოს. ეხლა და არ ვიზეპირებ რაღაც ძალიან ისეთ ყველასთვის გასაგებია უბრალოდ საუბარი და ამისთვის დიდი მადლობა. და მადლობა. რაღაც ესე მე ყველაფერი ესე გამომდის და ამ პროექტს რო დაუბრუნდე ეხლა ჩემზე ბევრი რო არ ვილაპარაკო. კარგია ლაპარაკი, კარგია. აი პროექტს რო დაუბრუნდე ჩემთვის ძალიან საამაყო, სასიხარულო და ბევრი ბენეფიტის მომტანი არის. ხო, ის ძალიან კარგი იყო ფსიქოლოგების, იმას ისედაც ვაკეთებდი ჩემ მშობლებთან და ბავშვებთან. უბრალოდ სერვიე მაშინ დაგვაფინანსა და ჩვენ უფასოდ ხო ვაკეთებდით ამ ყველაფერს და ფინანსები დაგვრჩა ისევ რა თქმა უნდა ჩვენ ბავშვებო, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩავატარეთ ყველაფერი და არავისთვის ისე ფინანსური ის არ ყოფილა ჩვენთვის ხარჯი და თანხა აბსოლუტურად ბავშვებთან დარჩა და საინტერესო იყო. მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის სერვიეს. შემდგომი ეს ჩვენი კომუნალურების გადასახადი ერთი წელი ვიყავი მშვიდად და არ ვშფოთავდი და არ მეშინოდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ახლა სულ ვარ ჭიდილში რომ იქნებ როგორმე GVP-სთან მოვახერხო რომ ოჯახის ტარიფზე გადამიყვანონ და არა კომერციულზე ძალიან გადასახადია. კომერციული ტარიფიდან გადავიდეს ოჯახურზე. თუმცა თანამშრომლები ძალიან გულშემატკივრობენ. ალბათ უფრო მაღლა უნდა გადაწყდეს ეგ ამბავი, თორე თანამშრომლებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. აი რაღაც შუარგოლი ძალიან მაინც იქნებ გაიგოს, ყურად იღოს ის, ვისაც ეკუთვნის. ძალიან დიდი დახმარება იქნება, რომ ესე გადავიდეთ. კიდევ ფარხმას არ ვყრი მაინც და წერილებს, არ ვიცი, ყოველთვე ისევ თხოვ და არ მომბეზრდება ყოველთვე. არიღლები და არ გბეზდება. თალამებს ამოიწმევს და წავიდა. კი. და ახლანდელი ეს ჩვენი ტრენინგები და მასწავლებლები ძალიან ბევრი კარგი რამე მოხდა. პირველი და მთავარი, ფონდის არჩევანი ხო ის არის, რომ უბრალოდ მომე იყოს თვეში ერთხელ მხოლოდ ლარი. ჩამირიცხე და მუდმივი მათხოვრობა რომ შეწყდეს. 131 კამპანია არის უდიდესი სოციალური დიდი პროექტი, სადაც ყველა მუდამი იყოს მონაწილე და მხოლოდ ლარი. ეს ორგანიზაციები ემატებიან, ნელ-ნელა როგორია დინამიკა? როგორ არის, იცი, აი წინა თვეში იყო 16000 და ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ 18 და მერე 16 ძალიან მიკლო. მე ამ თვეში 22 იყო მე მგონი და აი ესე გამიხარდა, ისევ ავიწიეთ და ეგ კარგი არის. ნუ ჩვენ ძალისხმევას არც აქ არ ვაკლებთ და ძალიან ისე ოპტიმისტურად უყურებთ ამ პროექტს. და დანარჩენს ჩვენ თვითონ ჩვენი შრომით ბავშვებისთვის ვცდილობთ რომ მოვიძიოთ თანხები. და აი სერვიეს ეს ბოლო პროექტი ახლა და ახლა ბოლო თუ არა უკანასკნელი არის ება დარწმუნებული ვარ. მეც. იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო იმ კუთხით რომ მასწავლებლები გადავამზადეთ ჩვენს ტრენინგ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანი ეს BLS-ის ტრენინგები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, ადამიანებს ვასწავლით გაჩერებული გულის ამუშავება, ანუ უკვე გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლებაში, ხო? აი ამაზე დიდი რა უნდა იყოს. ისე ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრე არაერთგზის და ძალიან მაგარი მომზადებულია თვითონ დედა თინათინი და მას გამოუყენებია ეს თავის უნარები ბევრჯერ და მოუტრიალები ადამიანს. ეს დროსაც იქ პრაქტიკულზე რომ გადავიდნენ და შევედი ტრენინგ ხედავ უცებ მულიაჟზე
თვითონ დედათინეთინი პედაგოგებს საჩვენებს როგორ უნდა გააკეთო. კი, ძალიან მიყვარს და შენი დახმარები ჟურნალისტობაც ხო დავიწყე და შენ თანერთან ამაზე ძალიან მეორე ვიხალისე ვეუბნები ადამიანებს ახლა ჟურნალისტობაც შევითავსებთ და წამყვანობას ხო? და ანუ რატო იყო ჩემს ძალიან საინტერესო ამ უნარჩვევას რო დავასწავლით მასწავლებლებს და თან ისეთი კარგი მასწავლებლები და სკოლები იყვნენ მიხარო და ძალიან და ჩვენ თვითონაც ვამბობდით რომ აი როგორი კარგი ხალხია და როგორი მომზადებული და მოტივირებული ადამიანები და როგორ კარგ ბავშვებს გაზრდიან ხო ეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ღმერთთან უნდა დააჭიროთ მაგრამ თუ დაჭირდებათ გამოიყენებენ ნამდვილად უამრავი კითხვები იყო და არა მხოლოდ BLS-ი აქ უკვე სხვადასხვა კითხვები წამოვიდა ტრამვა ასე შემდეგ და ჩვენი ტრენერები რა თქმა უნდა ყველაფერს თელი გულით კარგად უხსნიდნენ ეუბნებოდნენ და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი მართლა სიამაყით რომ სასწაული ტრენერები მყავს და ძალიან მეიმედებიან და ვიცი რომ ჩვენი ტრენინგის შემდეგ ადამიანებიც უფრო სხვანაირად უყურებენ უკვე ამ ყველაფერს და მართლა შეძლებენ ადამიანების დახმარებას ეს თავარი იყო რომ ბავშვებს დაეხმარებოდნენ კიდევ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო რომ აქ მოვიდა ყველა მასწავლებელი და კიდევ მადლობა სივრცე ნახეს ანუ ეს არ იყო უბრალოდ CSR ხო? ეს იყო რა ვიცი ძალიან დიდი აქცია ჩემთვის, ფონდისთვის. ამდენმა მასწავლებელმა ნახა. თან იყვნენ ისეთი სკოლები და მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართული და თავიანთ კლასებთან აკეთებენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებს და მოდიან ისევ ჩემ ბავშვებთან. ანუ ტრიალებს და თან კიდევ ახლა ძალიან ბევრ სკოლამ გაიგო კიდე ჩვენ შესახებ. ჯერ ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ სახსროვა თვალიერები და ექსკურსიები ძალიან კარგად გამომდის და სულ გუშინ მქონდა ისეთი რომ მართლა სულ ექსკურსია უნდა იყოს იმიტომ რომ არა მარტო ფიზიკი აბსოლუტურად შეიძლება ერთი წუთით სახთან დაკავშირებით თქვა იცი ძალიან რაღაცა კარგად მომეწონა 7 ენერგია გაქვთ ხო მე რომ დედა თინათინი და ეს სახლი გავიწყე აბსოლუტურად სხვანაირი იყო მე რომ ვუყურებ როგორ რამდენს აკეთებთ აი ყოველდღიურად და რო არ ჩერდებით. ჩემ თვალწინ შეიცვალა სახლი. აი ეს არის თქვენი 7 ენერგიის და შეუპოვრობის დამსახურება დედა. ნამდვილად გეთანხმებით. ზოგჯერ ძალიან გასვენებაც ვიცი და სვანური ბუნება მშველის ბევრჯერ. საჭიროა. მხოლოდ მივესალმები ხასიათს. ხდება ხოლმე. მაგრამ ცდილობ რომ მაინც ადამიანები არ დავამძიმო და კარგი ენერგიით გავშვი. გუშინ ისეთ სასაცილო რამე ჩავიდინე, ცოტა ძაღლილი ვიყავი და მასწავლებლების ბოლო ტრენინგი რო ჩავატარეთ, დავაფიცი, ჩემ თავს გაფიცებ, ყოველ 13-ში ლარი ჩარიცხეთ. ავტომატურად წამოვიდა. აი არ ვიცი რატომ თქვი და მე იმდენი იცინეს მათაც და მეც რომ გავაანალიზე რა ვთქვი. ხო და აი ძალიან მიხალისეთ მე და მასწავლებლები. მის twin შეესტრიალებს მარტო რომ მე მანდა. აი თვეში ერთხელ 1 ლარი და ჩემი თავი დავაფიცე. აი მეც რას ვიზამდი ხარ რას დავაფიცებ, ჩემ თავს გაფიცებ ჩარიცხეთ. საყვარელი. ხო და აი ესეთი კურიოზიც იყო ჩვენს ტრენინგზე. და ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ის რომ მიდიოდა ყველა ძალიან კარგი ენერგიით დამუხტული. აი ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრმა მითხრა რომ მოვდიოდი ძალიან ცოტა ის მეშინოდა და გული სადმოდიო ჯერ რომ შემოდიხარ გარემო არ არის ისეთი და აი ბავშვები აღნიშნინომ რომ გზა და გზა სადღაც შეხვდნენ და ის ბავშვებიც ისეთი მომღიმარი და ბედნიერი სახეებით ხვდებიან რომ მაინც არ ითრგუნებიან ადამიანები და ეს არის ფონდის თითეული თანამშრომლის დამსახურება 18 ადამიანი ემსახურება ბავშვებს და ამ 18 ადამიანის 8 წელი არის და შედეგი ამ ყველაფრის რაც ამ სახლში ხდება და სერვიეს მადლობები არ მომბეზრდება მართლა და არ ვიცი იმდენი რამე გამიკეთეს და ახლა იმ ხელა შესაძლებლობა მოგცეს ამ ტრენინგით და მადლობა რომ ეს მოგაფიქრდა იცით რა აი 131-ზე შეხვედრა ხო იყო და თქვენ მაშინ ახსენეთ რომ აი ეს რაღაც გაწვდილი ხელით სიარული და რაღაც მოვიფიქრე რომ მეც ჩემი გავაკეთო და არა მხოლოდ მივიღო სხვისგან, არამედ მეც გავცე რაღაცა და მაგ დროს იყო რომ ვიფიქრე რომ
მართლა ალბათ, როდესაც ადამიანს ისე აძლიერებ, უბრალოდ ფინანსურად კი არ ეხმარები, არამედ აძლევს საშუალებას, რომ გაძლიერდეს და თვითონ რაღაც საჭიროებები, რაც აქვს, უკვე საკუთარი ძალებით დააკმაყოფილოს, სახლში იქნება ბავშვებთან ნებისმიერი. ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოკლედ. დიდი მადლობა თქვენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ დროსთან ერთად ძალიან კარგი ადამიანები და კომპანიები უერთდებიან შენს ამ ლამაზ გზას, რომელსაც რავი უზადოდ აკეთებ, ასე ვიტყოდი, არც დაღლა, არც ცუდი ხასიათი არაზოს არავისთან არ მოდის და ცხადია, რომ ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში ალბათ ჩვეულებრივად ხდება, როგორც სხვებთან. მადლობა კიდევ ერთხელ. მე მინდა ერთადერთი თქვა ნინო გაგვასო ხო ჩვენ მე მგონი სერვი ერთმანეთს ნინო დოდოღაშვილმა კი ბატონო იმიტომ ვახსენე რომ ონკოლოგიაში რომ დავიწყეთ მოღვაწეობა მოზრდილთა ონკოლოგიური დაავადებები და ბავშვები აი სწორედ მაშინ გავიცანი ნინო დოდოღაშვილი და ნინომ დაგვაკავშირა თქვენთან კი ბატონო ეს იყო ნამდვილად მადლობა ნინოს ამისთვის ყველა არაფერი არ ხდება მეგობრებო, თქვენ კიდე გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ თბილისში, ცენტრში, დიღომში არსებობს ბედნიერი სახლი, სადაც განსხვავებული რაოდენობით ბავშვები ძალიან რთულ, მაგრამ ლამაზ გზას გადიან დედა-თინათინის დახმარებით, დროებით. ყოველ ოთხშაბათს 21 საათზე ინტერნეტ გადაცემა სიცოცხლის ხიდი.